როდესაც ლოცულობ და ყურადღება გეფანტება, რა უნდა გააკეთო. ყურადღება იმიტომ გვეფანტება ბავშვებო, რომ ჯერ ერთი რომ არასწორად მივდივართ ლოცვასთან. უნდა მოემზადო წინასწარ ლოცვისთვის. ეხლა სიტყვაზე ვამბობ, თუ ბავშვის შეკითხვა, აი დავუშვათ ფეხბურთს თამაშობ და უცბად წახვედი ხატებთან დადექი და უნდა ილოცო. შენ კი ვერ ილოცებ. შენ ისე ის მოედანი გელანდება და გოლს რო იტანდი თუ ვერ იტანდი. ამიტომ ჯერ უნდა მოემზადო, განეწყო ამისთვის. აი მაგალითად სპორტსმენი ვარჯიშს რო იწყებს, ხო ითელება, რომ გაახუროს. კუნთები გაახუროს, ხელფეხი გაახუროს, რომ არაფერი დაიზიანოს. აქაც ესე ადამიანმა სულიერად უნდა მოამზადოს თავისი, როგორ უნდა მოამზადოს? უნდა იფიქროს, ვის წინაშე უნდა წარდგეს. სამყაროს შემოქმედის წინაშე რომ უნდა წარდგეს, ამაზე უნდა იფიქროს. და უნდა იფიქროს თვითონ ვინ არის, რას ითხოვს მერე ღვთისგან და ასე უფრო მოაწესრიგოს. უნდა შეიძლება რაღაც სულიერი საკითხავი ერთი გვერდი მაინც წაიკითხოს, როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, ამითი სული გათბება, კიდევ უფრო გაგიადვილდება ლოცვა.